ყველა ავტოსკოლას მოვუწოდებ, რომ ანუ გამოვიდნენ რა თავიანთი რაღაცა ნაჭუჭებიდან, ფულები გადადონ გვერდით, დაგვიდგნენ გვერდით, რომ მოწესრიგდეს ეს გზების ინფრასტრუქტურა, ჯავშნები იქნება თუ რიგითი ყველა პრობლემები, რაც წერია ჩემს პეტიციაში და ცოტა ხანი რომ ეს ფული გადავდოთ გვერდით, იმიტომ რომ ამ უსამართლობის წინაშე თქვენ თუ არა თქვენი შვილები, შვილიშვილები, თქვენი რომელიმე ოჯახის წევრები აუცილებლად დადგებიან და მინდა რომ ანუ გამოიღვიძოთ, გამოფხიზლდეთ და ანუ მე ვხედავ იმას რომ გეშინიათ. ანუ მაგრამ თქვენ ავტოსკოლები ახსენეთ, თქვენი ემოციიდან გამომდინარე, ავტოსკოლების ბრალეულობასაც ხედავთ ამაში. ავტოსკოლების ბრალეულობა, ანუ მასწავლებლებს გულისხმობთ, ანუ შეიძლება ეხა ემოციურ ფონზე ცოტა არასწორად ჩამოვაყალიბე, მაგრამ ვფიქრობ აზრი დაინახეს იმ ადამიანებმა, ვისაც უნდა აზრის დანახვა. რაც შეეხება ფულის გამო, როცა გადაყვავს მაინც ეს ფული შოდის. ანუ ის რომ პირობითად რაღაცა უფრო მარტივად იყოს, ის რომ ქალაქის არ დამისახელებია და ვინც დავასრულებ თქვენ, ნახე ფული შოვნის, ანუ ვიღაცას ინტერესი აქვს. ყველაზე დიდი იმის ინტერესი, რომ ანუ პროფესიული, ანუ შრომის თვალსაზრისით რო შევხედოთ, ჩვენთვის ყველაზე კარგი არის დახურულ მოედანზე მეცადინეობა, იმიტომ რომ თქვენ როგორც მოსწავლეებს კიდევ არ გაქვთ გააზრებული, როცა მოდიხართ ნებისმიერ ინსტრუქტორთან, რამხელა პასუხისგებლობა არის ეს.